გამარჯობა, მე დავითი ვარ და დღეს სტუმარი ყავს, თან როგორი საინტერესო. გამარჯობა, მე ვარ დამიანე ნავაძე, ტექ რევიუერი. დღეს დამიანესთან ერთად პირადად ჩემი ბავშვობის ოცნებაზე ვისაუბრებთ, გეიმინგ smartphone-ებზე. აქ გვაქვს ZTE Nubia Red Magic 11 Pro და Nubia Pad Pro. ასეთი მუღამი დიდი ხანია smartphone-ი ხელში არ მჭერია, მე პირადად და ნახოთ. მოდი პადით დავიწყებ. 10.9 ინჩიანი IPS LCD ეკრანი, 154 Hz განახლების სიხშირით. მაგალითად, PUBG-ს ითამაშებთ ამ Hz-ზე. აწყობით ეკრანზე შუშას ხვდებით. ჩარჩო და უკანა პანელი ალუმინია. Nubias თუ დაუჯერებთ 6 ფენა გაგრილება აქვს ამ პადს. აქედან არც ერთია თხევადი, მაგრამ ჩემ გამოყენებაში ნამდვილად არ გაცხელებულა. თან საკმაო ხანი ვთამაშობდი, იმისთვის რომ გაცხელებულიყო, მაგრამ არა. რა თქმა უნდა, Red Magic-ს ვერ შეედრება, იმას მთლიანი კულერი აქვს ჩაშენებული შიგნით. სიცხის გარეთ გამოსატანად, მაგრამ ესეც ძალიან cool. კამერებიც გვაქვს. უკან 13 მეგაპიქსელიანი და წინ 20 მეგაპიქსელიანი. ხო, რა ვიცი, აქვს და თუ დაგჭირდებათ გამოიყენეთ. 256 გიგაბაიტი აქვს შიდა მეხსიერება და შეგიძლიათ ან 8 ან 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აირჩიეთ. თანაც LPDDR5X და UFS 4 და 0 აქვს. სისწრაფე რომ არ დაგაკვირდეთ. სტერეო სპიკერები აქვს, თანაც 4, ანუ 2 მარჯვნივ და 2 მარცხნივ. და ცუდი ხმა ნამდვილად არ აქვს. ასევე საკმაოდ დიდი ელემენტი აქვს. 10100 მAh-ის მოწყობით. თანაც 66 ვატით მოხდება და ადაპტერი ყუთშივე მოყვება. ძალიან მაგარია ჩემი აზრით. ამასთან ერთად მომეწონა ერთი რაღაც, Mobile Legends ვთამაშობ მინიმუმ 8 წელია და პირველად აღვიქვი თურმე რა კარგი გრაფიკები ქონია ამ თამაშს. ეს არის დიდი და კარგი ეკრანის და ასევე კარგი ჩიპსეტის დამსახურება. Snapdragon 8 Gen 3-ზე მუშაობს და მართლა ვაუ, შოკში ვარ. ჩემს smartphone-ზე ასე კარგად არ ჩანდა ეს დეტალები, რაც აქ დავინახე და კარგ ყურსასმენს რომ მიყიდი და აი მუსიკის მოსმენისას ის ხმები რომ გესმის, რაც აქამდე არ გესმოდა, ეგეც შეგრძნებათ, ამიტომა მე პირადად ძალიან მაგარია. პარასკევს და შაბათს აქტიურად ვიყენებდი ამ Mobile Legends ვთამაშობდი. პარასკევსაც 2 საათი ვითამაშე და შაბათსაც 2 საათი ვითამაშე, კვირას მომიწია დამხვდა. მანამდე არ დამждარა და თამაში მომბეზდა უბრალოდ, იმიტომ რომ არ დაეშდა ცოცხალი თავით. რომ შევაჯამოთ, ეს პადი მით უმეტეს კარგია მათთვის, ვინც ბევრ თითს იყენებს შუთერების თამაშისას. და ასევე მათთვის, ვისაც ზოგადად დიდ ეკრანზე უნდა თამაში. მართლა სხვა გამოცდილებაა ამ პადზე გეიმინგი. ნამდვილად. ოკეი, Red Magic-იც დროც მოვიდა. ამ ყუთში smartphone-ს მოყვება 80 ვატიანი ადაპტერი და кейსი, რაც არის ძალიან კარგი. მით უმეტეს გეიმინგ smartphone-ისთვის. ამ ტელეფონის დიზაინი უნიკალურია. კამერა კორპუსიდან არაა გამოწეული და ბრტყელია უკანა პანელზე მთლიანი, რაც თამაშისას მე პირადად ძალიან მომეწონა. თანაც მაგიდაზე დადებისას არ იმოძრაობს. ეკრანი Gorilla Glass-ითაა დაცული. უკანა პანელი ასევე შუშაა, ჩარჩო კი ალუმინია. ჩარჩოზე კარგად დავიწყებულ რაღაცას ვხედავთ. Audio jacks. იმიტომ რომ გეიმინგ smartphone-ია და საჭიროა audio jack-ი. და ასევე კულერი გვაქვს კამერის ლინზებთან, დამატებითი გაგრილებისთვის. ასევე მარჯვენა მხარეს გვაქვს ტრიგერები. IP რეიტინგიც გვაქვს, თუმცა მარტო წყლისგანაა დაცული. და IPX8 რეიტინგი გვაქვს, რადგან კულერი ტრიალებს. რისგან ვერ იქნება დაცული, რა თქმა უნდა. ეკრანზე ვხვდებით AMOLED პანელს და აქაც ასევე 144 Hz განახლების სიხშირეს. 144 Hz-ით ამ თამაშებს ითამაშებთ: Minecraft, League of Legends Wild Rifts, Real Racing Sims, PUBG Mobiles, Brawl Stars, Vainglory-ს და Free Fire-ს. აქვს 1800 nit პიკულის კაშკაშა, რაც ნამდვილად არაა საუკეთესო. და მთავარი ამ ეკრანში არის მისი ზომა. 6.85 ინჩიანი ეკრანი, რომელსაც selfie-ს კამერა აქვს ეკრან ქვეშ. ანუ მთლიანად სიმეტრიული ეკრანია, თან აქვს ძალიან წვრილი ჩარჩოები და თამაშისას სასიამოვნო ასეთი დისპლეის ყურება. თან აქვს შესანიშნავი ფერები. აი, ვაუ, შოკში ვარ პირდაპირ. ოკეი, სამი კამერა გვაქვს. მთავარი და ultra-wide 50 მეგაპიქსელიანია, ხოლო მესამე კამერა არის 2 მეგაპიქსელიანი მაკრო. selfie-ს კამერა 16 მეგაპიქსელიანი და პირდაპირ ვიტყვი რომ კარგი არაა. საკმაოდ ცუდია ამ ფასში და ზოგადად გეიმინგ smartphone-ებში კამერაა სუსტი წერტილი. ხო და კამერის გამო ნუ შეიძენთ ამ smartphone-ს დავით ჯელძის გულწრფელი რჩევები არის ეს. პერფორმანსს რაც შეეხება, Snapdragon 8 Gen 5 გვაქვს და რა თქმა უნდა, აქ ასევე მასიური სილიკონ კარბონის 7500 mAh-იანი ელემენტი. წარმატება ბენჩმარკებზე საუკეთესო აქვს. პირველ ადგილზეა ყველაფერში. გრძელვადიან დატვირთვასაც კარგად უმკლავდება, თავისი კულერის და თხევადი გაგრილების დახმარებით. ეს კულერი საკმაოდ მრავალფუნქციურია თან. აი მაგალითად, სწრაფ დამოხტვას თუ ჩავურთავთ პარამეტრებიდან, კულერი ჩართავს რომ ამ დამოხტვამ არ გააცხელოს და ოპტიმალურ ტემპერატურაზე დარჩეს. კულერი ითვება მაშინაც, როდესაც მარჯვენა მხარის მოთავსებელ სვიტჩს გადავწევთ და Game Space ჩავთავთ. ანუ გეიმინგ რეჟიმისავითაა. მოკლედ ახლა უნდა ვისაუბრო და მოგიყვა ჩემს გამოცდილებაზე, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მომეწონა ეს smartphone და რა მხრივ. ჯერ ერთი ტრიგერები ძალიან გამომადგა, იმიტომ რომ როდესაც ვთამაშობ ხოლმე, აი ორი თითით როცა ვთამაშობ, მაგალითისთვის ხო არის რომ აი შუთერს თამაშობ და აქ მხარეს უნდა ისროლ, აქ მხარეს უნდა აკონტროლ საით მიდიხარ. და ეს უნდა გავაკეთო ორი თითით, რაც არ არის თალ პრაქტიკული დამთანხმები ალბათ, ხო? და ეს ტრიგერები დაყენებული მაქვს ეს დამიზნებაზე, ეს სროლაზე. ანუ ორი საქმე უკვე გაკეთებული მაქვს ამ თითებით. და
ნახევარი საქმე მიგვარდება, მოდი ასე ვთქვა. რაც იყო ძალიან მაგარი. ამასთანავე PUBG ვითამაშე მაღალ გრაფიკებზე და მაღალ FPS-ებს და არ დაუგდი არაფერი და უნდა ვთქვა, რომ არც გაცხელებულა. გაცხელებულ კი არა, არც გამთბარა. ერთადერთ ხო მარტო იმიტომ გათბა, რომ გამთბობელთან ვიჯექი და მე თავისთავად გათბა. და მე თავის კულერების დახმარებით გაგრილდა ძალიან მარტივად. კულერზე აქვს ორი რეჟიმი ასევე. თუ არ იცოდი, ეგრე გეტყვი, რომ აქვს ნელი ტრიალი და აქვს ჩქარი ტრიალი, ანუ ფრიზი ქვია ამას და ისე ტრიალებს, რომ აქ შეიძლება ისე უნიავებს, რაღაც მტვერი თუ არ შეიძლება გადაყარო იქ. ხო, ესეც ძალიან მაგარი რაღაცა აქვს. კიდე ერთი ესეთი ძალიან საინტერესო რაღაც აქვს. შეგიძლია, აი თუ გაგიგია შენ მითხარი, რომ როდესაც შეაერთებ smartphones, ეგრე მაგ დროს არ უნდა ითამაშო. გაგიგია ეგეთ რაღაცა? შენი აზრით, ეგ მართალია? არა, ალბათ. იმიტომ რომ თან იტენება, არაფერს არ უშლის ჩემი აზრით ხო. აი შუაში ვართ. თან არის მართალი. იმიტომ რომ ამ დროს იტვირთება ელემენტი. და თან არის მართალი, იმიტომ რომ მე მინახავს ტესტები, რომელიც დიდ განსხვავებას არ იძლევა. მაგრამ აი აქ ნუბიაში, მოდი ასე ვთქვათ, ნუბიაში იფიქრეს და გადაწყვეტეს ესეთ რაღაც, რომ ესეთი ფუნქცია დაამატეს. შეერთებულზე შეგიძლია რომ ეს დენის წყარო, როცა შეერთებ, ეს კვება მიეწოდოს პირდაპირ smartphones და არა ელემენტს. ანუ ნახე, აქამდე, როდესაც მაგალითად ჩემ smartphones-ზე ვთამაშობ, ხო? და როდესაც შეერთებულზე ვთამაშობ, ელემენტის გავლით მიდის ენერგია smartphones-ზე, რაც ელემენტს აფუჭებს რაღაც დროის მერე. ამ შემთხვევაში პირდაპირ smartphone-ზე მიდის ეს ენერგია, ელემენტს აღარ ცხელდება. ძელვადიან გარბენში უკეთესი შედეგები ექნება ელემენტსაც და თვითონ smartphone-საც პერფორმანსის კუთხით. ესეთი ძალიან მაგარი რაღაცა იყო. ეხლა შენ მითხარი, როცა ითამაშე, შენ რა მოგეწონა ამაში? ფერები ამ PUBG ვითამაშებე და ფერები იყო აი ძალიან კარგი, ან მანამდე ჩემ ტელეფონშიც მაქვს PUBG და რო ვთამაშობდი, საერთოდ თითქოს ერთი ფერი იყო, ისე ჩანდა და როგორც კი ჩავთე, აი ძალიან ლამაზი იყო ის ანიმაციები თვითონ რაც ხდება მოგების შემთხვევაში და ასე შემდეგ. კიდე იცი რა შეგიძლია? აი ამ ფერები შევცვალო. ახლა წითელი მაქვს დაყენებული, იმიტომ რომ Red Magic-ია. და ხო, Red-ია და წითელი უნდა დაყენო და თან ამ სიგნალში ძალიან ლამაზად ჩანს ეს წითელი და ნებისმიერ ფერი შეგიძლია დააყენოთ. შეგიძლია ეხლა ეს მუდმივ განათებაზე მაქვს ესენი დაყენებული და შეგიძლია ციმციმებდეს, შეგიძლია სუნთქვა ქვია ერთ რეჟიმს. და ანუ ნელაინ ხრება, ნელაინთება. ძალიან ლამაზია. და კიდე ხო, კულერსაც აქვს თავისი გაგრილება და კულერს კიდე ცალკე შეგიძლია შეუცვალო ფერი, ანუ სხვა ფერზე დააყენო. მოკლედ ფერები აქვს. ხო, თავის ფერები აქვს და ანუ ძალიან შენზე მორგებადია და ხშირად არ მithქვამს ეს ერთადერთ ხო ვთქვი OnePlus 15-ზე ვთქვი რომ იმ smartphones სიამოვნებით გამოვიყენებდი ყოველდღიურობაში და აი მეორე შემთხვევაა რომ ვამბობ ამას რომ აი ამ smartphones-ს გამოვიყენებდი სიამოვნებით ყოველდღიურობაში და ახლა ამას რომ ვამბობ ვფიქრობ რომ სია ხო არ გავაკეთო ერთი წლის განმავლობაში რამდენ smartphones-ზე ვიტყვი ეს რაღაცას. ხო და პადზე უნდა დავამატო კიდე. აი ეს ანიმაციები, რომელიც აქვს მაგალითისთვის აქ ამ თამაში პერსონაჟებს, აი ნახე. ჩემ smartphone-ში ეს ჭედავს. მაგრამ ხო, აქ არანაირად ერთი დაგდებაც არ აქვს ფრეიმის. და ფერები. და ხო, ფერები ნახე რა სასწაული, აი არ ვიცი რომელს დავიტოვებდი, აღარ ვიცი აი. აი ასეთი ტოპ Adidas smartphone-ი გახლავთ Nubia's Pad Pro და Red Magic 11 Pro. გამოიწერეთ ზუმერის არხი, გამოიწერეთ ასევე დამიანის არხიც, რომელიც აიგერ იქნება სადღაც და შემდეგ შევხვდებით და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.